მოგესალმებით, სვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი. დღეს საკმაოდ დიდი დღესასწაულია, ნიკოლოზობას გილოცავთ, ყველა ნიკოლოზს ულოცავ. განსაკუთრებულად უყვართ საქართველოში წმინდა ნიკოლოზი და მე ვფიქრობ, რომ წმინდა ნიკოლოზის მადლი და მეოხება არ მოაკლდება საქართველოს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ყოველთვის ვიყავით ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი სიწმინდეების დამცველები და ამას ხედავენ ის დიდი წმინდანები, წმინდა ნიკოლოზიც და დარწმუნებული ვარ, რომ მისი ლოცვა, მისი მეოხება იქნება ჩვენი თითეული ქართველის, თითეული ოჯახის შემწე. მე მინდა რომ აი ამ დღის მადლი შეგწეოდეთ თითოეულ თქვენგანს, ჩემო ლამაზო, ჩემო საყვარელო ქართველებო. რა ვქნათ, ესეთი ბედი გვარგუნა ღმერთმა, რომ მტერი ყოველთვის ეხვეოდა ჩვენს ქვეყანას. იყო, რა თქმა უნდა, გამონათებები ჩვენს ისტორიაში, დავითის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის ხანა, იყო მშვენიერი ეპოქები, მაგრამ ეს ეპოქები გრძელდებოდა გარკვეულ ხანს, მაგრამ ძირითადად ჩვენი ისტორია, რო გადავხედოთ, ეს არის ჯვარცმისა და გოლგოთის გზა, რომელსაც გადიოდა ქართველი ერი, მაგრამ აუცილებლად ჯვარცმას ყოველთვის მოსდევს აღდგომა და ჩვენი აღდგომაც, ჩვენი ქართველი ერის აღდგომაც აუცილებლად იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ის დაცემული საქართველო, რომელიც ლაზარესავით არის მკვდარი, დიახ, თამამად შემიძლია თქმა, როდესაც დღეს უყურებ, რა დღეშია ჩვენი ქართველობა, როგორ იქცევიან რუსთავზე, როგორ აი ღალატი როგორ მძვინვარებს ყველგან, ეს სწორედ იმ ეპიზოდს მოგვაგონებს ახარებიდან, როდესაც ლაზარე აღადგინა უფალმა და ესე უნდა აღადგინოს უფალმა საქართველოს, იმიტომ რომ დღეს საქართველო არის დაცემული, განადგურებული და ღმერთის მადლით და უფლის წყალობით ესეც მოხდება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბიზანტიის იმპერია, როდესაც დაეცა 5 თითი გამოისახა და მერე წმინდა მამები ჭობდნენ რისი რა იყო, რა ნიშანი იყო ეს და მერე ყველა მიხვდა და ყველა თქვა, რომ ეს 5 ნიშანი იყო იმის აღმნიშვნელი, რომ 5 მართალი ადამიანიც რომ ყოფილიყო ბიზანტიის იმპერიაში, ბიზანტიის იმპერია აუცილებლად გადარჩებოდა და არ დაასრულებდა თავის მოღვაწეობას ისე როგორც დაასრულა. აქედან გამომდინარე, მე მინდა რომ თქვენ გითხრათ ერთი რამ, რომ საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება და მას ვერავინ ვერასდროს ვერ შეეხება და ვერასდროს ვერ განგმირავს ისე როგორც ეს ჩვენ მტრებს სურთ. დღეს ქართული პოლიტიკა არის სავსე მოღალატეებით, ის რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ღალატის ანატომია. ამდენი მოღალატე თუ ყავდა ამ ქვეყანას, მე არ ვიცი, არ მეგონა ნამდვილად და უნდა გითხრათ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ეს მოღალატეები, ეს ქვეყნის გამყიდველები და ამაში ყოველთვის ჩვენ შემწეთ გვეყოლება, რა თქმა უნდა, ჩვენი წმინდანები და რა თქმა უნდა, ჩვენი წმინდა ნიკოლოზი, რომელიც ხსენების დღე არის დღეს და ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც ძალიან გვიჭირს, აი სწორედ მაშინ ვივდივართ უფლისკენ და უფალიც ყოველთვის უყურებს ამ ყველაფერს. ხშირად წმინდა მამები, როდესაც ძალიან ისეთი პერიოდი ექნებოდათ, რომ აი გასაჭირი არ ექნებოდათ და არ ექნებოდათ რაღაცა განსაცდელი, უფალს ეუბნებოდნენ თავიანთ ლოცვებში, რომ უფალო რათომ მიგვატოვეო, იმიტომ რომ როდესაც განსაცდელი გევლინება შენ, უფალი ამითი გახსენებს თავის თავს, რომ ის მისი მეოხებაც და მისი გარკვეულწილად მის მიმართ
აი ეს ლოცვაც მაშინ უფრო გულწრფელი, აი დააკვირდით მეგობრებო, როდესაც ადამიანს ყველაფერი აქვს, არაფერი არ აკლია, თითქოს ისე ვერ ლოცულობს და აი როდესაც გიჭირს ადამიანს, თითქოს აი ის ცრემლებით ლოცულობს, ცრემლებით ევედრები უფალს და წმინდა მამები სწორედ ამიტომ ეუბნებოდნენ უფალს, რომ აი როდესაც ეს გასაჭირი მოდის, ეს არის წამალი, მწარე წამალი, რომელიც შემდგომ მერე კბილად იქცევა, იმიტომ რომ უნდა მიიღო ეს შენი წამალი და გამოსწორდე და მერე დასვა კითხვები, რომ რატომ რისთვის მომივიდა ეს განსაცდელი და მერე ეს განსაცდელი გადალახო. და ჩვენც ამ განსაცდელს აუცილებლად გადავლახავთ, იმიტომ რომ ჩვენ უამრავი განსაცდელი გქონია ცხოვრებაშიც, ჩვენი ისტორიაში და არ შედგეთ მეგობრებო. ხშირად აი ძალიან ისეთი სასოწარკვეთილებაში ვარდებით მესმის, რომ ამდენი ხანი აი მეც ეხა რაც დავიბადე, გავიზარდე, ომის და უბედურობის მეტი არ მინახია. მე ვერ მოვესწარი იმ ბედნიერ წლებს, როდესაც აი საბჭოთა ეპოქა იყო და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ ერთ რამეს, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავერთიანდეთ და ერთიანად ერთად ღვთისაკენ, ერთად უფლისკენ უნდა ვიაროთ. და ამ შემთხვევაში უფალიც არ მიგვატოვებს, თორე რო გადახედო ეხა ჩვენ ისტორიას, არც ერთი ბუნების კანონი ჩვენ აქამდე არ უნდა მოვსულიყავით, იმიტომ რომ იმდენად ბევრი მტერი გვესეოდა, იმდენად ბევრი მოღალატე ყავდა, რომ ლოგიკით აქამდე არ უნდა მოვსულიყავით, მაგრამ იმდენად ბევრი წმინდანები ყავს, იმდენად დიდი არმია ყავს, ჯარი ყავს წმინდანების ზეცაში, რომ ისინი ჩვენზე ლოცულობენ და ჩვენს რა თქმა უნდა ხშირ შემთხვევებში არ ვივიწყებთ მათ 100,000 მოწამე, არც ერთ ალბათ ქვეყანას არ ყოლია ამდენი მოწამე ერთდროულად, 6,000 გარეჯელი მოწამე და აი ახლა აი ამ წმინდანთა ჯარი ლოცულობს ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ლოცულობს აი ამ ეტაპზე და არ შედგეთ ქართველობა, ჩვენ ვართ გამარჯვებულ ომში ჩართული და გამარჯვება აუცილებლად იქნება. და ეხლა რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკას, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება, არის რა? დასავლეთი პირდაპირ, აი დასავლეთი, საიდანაც იშვა ფაშიზმი, საიდანაც იშვა ყველაფერი უბედურება, ცეცხლზე, კოცონზე წვავდნენ ადამიანებს და არ ვიცი, მე თითქოს ისეთ წარმოაჩენენ ამ ევროპას და დასავლეთს, თითქოს იქიდან რამე სასიკეთო ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისათვის. დასავლეთმა გაწირა ჩვენი ქვეყანა 1918 წელს, დასავლეთმა გაწირა შემდგომ წლებშიც, დასავლეთმა აუნთო მწვანეშუქი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას 91 წელს. დიახ, მეგობრებო, საქართველოს მოღალატეების მიზანი არის, რომ ჩამოშალონ ქვეყანა, ჩამოშალონ ხელისუფლება და ამისათვის იყენებენ იმ ევროპულ ტრიბუნას, რომელსაც ახლა ძალიან ცუდად იყენებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, პრეზიდენტი კი არა, ექს-პრეზიდენტი, იმიტომ რომ პრეზიდენტი უკვე ჩვენ გვყავს ახალი ყაველაშვილი და აგრეთვე ის დასავლეთის ელჩები, რომლებიც ერევიან და ხელს აფათურებენ ჩვენს საშინაო საქმეებში. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება სამართლის ექსპერტი, უფლებადამცველი ადვოკატი ბატონი ალექსანდრე კობაიძე. მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე. ბატონო ალექსანდრე, აი მოგესალმებით, მოგილოცავთ ნიკოლოზობას, პირველ რიგში თქვენს მოსახელეებს, მთელ საქართველოს, მთელ მსოფლიოს, მშვიდობა იყოს მსოფლიოში, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ სულებში ყოფილიყოს მშვიდობა და მშვიდობის ფასი ქართველმა კაცმა უფრო კარგად იცის, მაგრამ გურიაში განსაკუთრებით იციან, ამიტომ მშვიდობა ყოფილიყოს. აი რა სიტყოდით, აი ჩვენ რო დაუბრუნდეთ ისევ ჩვენ ძიმე ეპოპეას, აი რაც ახლა მიდის დასავლეთიდან, აი ობსტრუქციები, სალომე ზურაბიშვილი, ევროპული ელჩები, ეს ევროპარლამენტარები გვიტევენ ყველანაირად. რა უნდა დაუპირისპიროს ამ შემოტევას ჩვენმა ხელისუფლებამ? თქვენ როგორ ფიქრობთ? გუშინ ჩვენ ვიხილეთ დესტრუქციული ქმედება, ეგრეთ წოდებული ჩვენი მოკავშირეებისგან, როდესაც ევროპარლამენტში გამოდიოდა სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ იქ უმრავლესობა არ ესწრებოდა, მაგრამ ის უმცირესობა, რომელიც ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას, ოვაციების შეხვდნენ მას და ფაქტიურად პროვოკაციული განცხადებები გააკეთეს. და ძალიან სამწუხაროა, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის კვლავ მოიხსენიებენ როგორც პრეზიდენტს და არ მოიხსენიებენ როგორც ექს-პრეზიდენტს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქალბატონი ზურაბიშვილის მოხსენება პრეზიდენტად
ეს უკვე არის მათი დამოკიდებულება, რომ ისინი არიან ჩვენი მტრები. და რატო ეხლავე ყველაფერს აგიხსნით. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის, რომ სალომე ზურაბიშვილზე, როდესაც ჩვენ საუბრობთ, უნდა მაშინ ჩვენ პერიპეტიები უნდა გავიხსნოთ, რომ ეს ქალბატონი როგორ იქცა საქართველოს პრეზიდენტს, საერთოდ ვინ იყო და როგორ მოვიდა აქამდე. თუ ჩვენ რეიტინგულად გავიხსენებთ ამ ყოველივეს, სალომე ზურაბიშვილი იყო პოლიტიკოსი, რომელსაც ჰქონდა პარტია საქართველოს გზა. აი ამ საქართველოს გზამ, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ძალიან მცირე 1%-იც კი არა იყო. ძალიან მცირე მხარდაჭერა ჰქონდა. თუმცა შემდეგ, როდესაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ეს ქალბატონი უნდა ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი, მთელი თავისი რესურსი ჩადო და აი ამ ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა, გახადა ეს ქალბატონი საქართველოს პრეზიდენტმა. ხოლო თელმა ქართული ოცნების ხარდამჭერებმა, რომლებიც დღეს ასევე ქართული ოცნების ხარდამჭერები არიან, ხმა, ესე ვთქვათ, მიუეცით აი ამ ქალბატონს. იმის საპირწონეთ, რომ ეს ქალბატონი იქნებოდა მართლაც და ისეთი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს წარმოაჩენდა საერთაშორისო ასპარეზზე, საერთაშორისო ტრიბუნას გამოიყენებდა იმისთვის, რომ როგორმე საქართველოსთვის მეტი სიკეთე, მეტი ხეირი მოეტანა, ესე რომ ვთქვათ. თუმცა მისი პრეზიდენტობის დროს თუ გადავხედავთ, ჩვენ გაგვახსენდება მისი საერთაშორისო ტრიბუნა გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ. გაგვახსენდება საერთაშორისო ტრიბუნების, საერთაშორისო შეხვედრების საქართველოს წინააღმდეგ და ჩვენ წინააღმდეგ ვინც ეს ადამიანი აირჩია. სამწუხაროა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა, როგორც პრეზიდენტმა, ვერ ივარგა და მან გამოამჟღავნა ის ქვენაგრძნობები, რაც მას ამოძრავებდა, რომ ესე იგი გამოვიდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან შევიდა დობაში, მისი პატრონები აქამდე, რომლებიც იყვნენ, როგორც ჩანს, მათთან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა, როგორც ფინანსური, მატერიალური, არამატერიალური, მორალური და ასე შემდეგ, ვერ გადაძლია, მოკლედ, სახელმწიფოს სიყვარულმა და მაინც აგენტური საქმიანობა დაიწყო. ჯერ პირველი აგენტური საქმიანობა დაიწყო იმით, რომ როდესაც მიღებული იქნა მთელი რიგი კანონები, მათ შორის ოჯახის დაცვის კანონი, თუ მოგეხსენებათ, რომ სალომე ზურაბიშვილმა თუ როგორი განცხადება გააკეთა. შემდეგ ეგრეთ წოდებული არასამთავრობების ლუსტრაციის კანონი, როდესაც იქნა მიღებული, მოგეხსენებათ სალომე ზურაბიშვილის რეაქცია რა იყო. შემდეგ ის შეხვედრები, რომლებიც არ იყო დაგეგმილი, ბრიუსელი იქნებოდა, სხვადასხვა ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის მასშტაბით მოიცავდა, აი სწორედაც სალომე ზურაბიშვილი თავისი თვითნებობით უკვე ხვდებოდა ისე, რომ მთავრობასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა და ის მხოლოდ და მხოლოდ ანგარიშვალდებული იყო თავიანთ პატრონებთან. და ამით ყველაფერს, ესე ვთქვათ, ცდილობდა, რომ დაეპირისპირებინა საზოგადოება და ორად გაეხლიჩა. და ფაქტიურად სალომე ზურაბიშვილმა ეს გააკეთა. ეს გააკეთა და დღესაც, როდესაც ჩვენ უყურებთ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლებს, ხო? ის თავს იწონებს ამ ყოველივეთი. ის თავს იწონებს მაგალითად იმით, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყო, რომელსაც მთელი რიგი იმპიჩმენტი გამოუცხადა როგორც პარლამენტმა, ასევე საკონსტიტუციო სასამართლომ თავიანთი გადაწყვეტილებებით, მაგრამ ეს ქალბატონი თავს იწონებს და იძახის, რომ ხალხის გვერდით დგას. თუმცა თუ ჩვენ ამ ყოველივე შევაფასებთ, ის ხალხის გვერდით არ დგას. ის დგას კონკრეტული პატრონების გვერდით და კონკრეტული პატრონების ესე ვთქვათ ნაბრძანებს ასრულებს და მათი პატრონების ერთ-ერთი და მთავარი ამოცანა არის, რომ ჩვენ ქვეყანაში მოხდეს გადატრიალება, ან ეს იქნება რევოლუციის გზით, თუ ეს იქნება პუტჩის გზით. და ამისთვის ქალბატონი სალომე ყველაფერს აკეთებს. ამისთვის ქალბატონი სალომე მიდის აქციაზე და თამაშობს გრინჩის როლს.
არაძლევს მაგალითად კახი კალაძეს იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვები გაახაროს, აანთოს ნაძვისხე და თვითონ ივარდება ხოლმე და არ უნდა რომ იქ რაღაცა მშვიდობის როგორც ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყნებში რომ პრეზიდენტიც მიდის და ერთად თავრობა დგას და ნაძვისხეს აანთებენ და ეს ცერემონიები ერთად ხდება, პირიქით ის ქალბატონი მოწოდებულია რომ მთელი რიგი დესტრუქციული ნაბიჯები გადადგას. ასევე მიდის იქ პოლიციასთან და ეჩხუბება რომ ისინი თურმე ხალხის მხარეს არ არიან და თურმე თვითონ არის ხალხის მხარეს და ეს ყოველივე კარგად დაგეგმილი იყო, ეს ქალბატონი იყო კარგად შეფუთული. ეგრეთ წოდებული ჩვენი პარტნიორების მიერ. და ამ ქალბატონის მეშვეობით ყოველ შემთხვევაში დასავლეთი მაქსიმალურად ეცადა რომ შეექმნათ ლიდერი. მაგრამ ძალიან კარგია რომ მათ ერთი რამე გამორჩათ, რომ ეს ქალბატონი არასდროს არ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში რეიტინგული, ჯერ კიდევ მიშას დროს თუნდაც მოიყვანა მიხეილ სააკაშვილმა და დასვა და იმასაც უღალატა. მოგეხსენებათ. და ეხლაც ანალოგიურად მას ხალხი არ აყვა. როდესაც ის გამოვიდა და მოწოდებები იყო რომ ეს ხელისუფლება კურსი შეცვალა და წინა საარჩევნო თუ როგორ ეხმარებოდა ოპოზიციას კარდაკარ დადიოდა რომ როგორმე დაეჯერებინა მოსახლეობა რომ არ უნდა ირჩიათ ეს ხელისუფლება და უნდა ირჩიათ ნაციონალური მოძრაობა, ნუ გვარამია და ხაზარაძე და სხვები. თუმცა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის მისი წარსული, მისი აწყო და რა თქმა უნდა მისი მომავალი. ის ვერ იყო, ანუ არ იყო შემდგარი პოლიტიკოსი და ვერც იქნება, იმიტომ რომ მისი ყოველივე ნაბიჯი იყო მოღალატეობრივი. კი ბატონო, მე მესმის და მე მოღალატეობას სხვადასხვა ქართველ ადამიანს არ უყვარს, როდესაც ღალატობ შენს პრინციპებს და შენს იდეებს. ამიტომ უნდა გაითვალისწინოს ამ ხელისუფლებამ ეს დაშვებული შეცდომები მარგველაშვილთან დაკავშირებით, კახარიასთან დაკავშირებით, კვირიკაშვილთან დაკავშირებით, ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რესპუბლიკელებთან დაკავშირებით, ძიძიგურებთან დაკავშირებით, ბესელიებთან დაკავშირებით. ეხა აი თითებზე, იმიტომ ვთვლი არ მინდა არავინ გამომრჩეს, მაგრამ მაინც გამომრჩება, იმდენად ბევრი ყავს ასეთი მოღალატე, რომ ყველას ვერ ჩამოვთვლი. და ამიტომ იცით რა არის, შეცდომებზე სწავლობენო და გამოიხედეთ და ერთგული ადამიანებიც ძალიან ბევრია ამ ქვეყანაზე რა და ერთხელ ვიღაცამ თქვა რომ გურიაშიო კაცო მივიდნენ ადამიანებიო ესო ხელისუფლებიდანო და უთხრესო იქო შემოსჩივლესო რა ადგილობრივებმაო რომ კაცო აი ეს ხალხიო ვიღაცები რო ყავ დანიშნულიო ეს არ არიან მოწოდების სიმაღლეზე ვერ ამართლებენო თაკისრებულ ფუნქციებსო და ვიცითო გეთანხმებითო აი ამ რაღაც გარკვეულწილად თქვენს აი ამ ნათქვამსო, მაგრამ აიო ჩვენцо ძალიან გვიჭირსო, იმიტომ რომ პატიოსანი კაციო სანთლით საძებარი. ხოდა გურული რისი გურულია? თენამოსწრებული რო არ თქვა ის სიმართლე თავისი ენით და თქვენო ვიზია ბუასილი სანთლით თუ ეძებთო. მაგ არ ვიციო, მაგრამ ხალხის მეტი რა არისო და არ ვიცი ხა ბუასილი სანთლებით თუ ეძებთ მართლა ვერ იპოვით თქვენ და არ ვიცი ჩვეულებრივი სანთლით თუ ეძებ დაანთეთ და იპოვით, იმიტომ რომ ერთ რო უთხრეს ხო იცი ეგ რომ მივიდა და აიო ექიმთან რომ მივიდა რო ეთქვის რომ ექიმო ისავრაკია გული მткиვა და აი გულიანი კაცი რო ხარ იმიტომ მткиვა გულიო თორე ის რო იყო ის ადგილი გეტკინებოდაო და ამიტომ ბოდიში და მეტრაკეებს და ბუასილის სანთლით ხალხის ზემნას თავი დაანებეთ რა თავი დაანებეთ იმიტომ რომ საქართველოს ჩერისი არ გადაშენებულა პატიოსანი ხალხი არ ყოფილიყო სამ ქვეყანაზე ეხლა სხვათაშორის პატიოსან ხალხზე გამახსენდა ეხლა სანამ დავიწყებდი გადაცემას ერთმა გორელმა კაცმა დამირეკა არ მინდა გვარის დასახელება იმიტომ რომ იქნებ თვითონ არ უნდა და მითხრა ესეთი რაღაც თავის გასაჭირი აი გუშინო თქვენ გადაცემას უსმენდიო მეო და თქვენო იქო თქვითო რომ აი ეს მე თქვი ენერგოპროზე ვილაპარაკე მეგობრებო და ამათბამ რომელაშვილების ჩიხი ხო რო არ გამ რომელაშვილების ჩიხში გასკდა კანალიზაციის მილი ეხლაცო ველოდებითო აგერო არ მოსულან არავინო და მე მინდა რომ აი ამ კაცის გულის ნადები გითხრათ და იქნება მივაქციოთ აი პატიოსანი ხალხის გასაჭირსაც ყურადღება და რაც შეეხება აი ბატონო ლექსო თქვენ რომ ამბობთ რომ აი მოღალატეებზე აი ამ ხალათზე
ესე იგი მე ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ აი ეს ადამიანები ამ დონემდე მieყვანათ, რომ გამოსულიყვნენ და აი ესე მოქცეულიყვნენ, როგორც აი ხა მაგალითად რუსთაველზე იქცევიან ხალხო, არ ვიცი, სადამდე მიყვედით, ყველაფერი მინახია რაღაც 1000 მარშებს ატარეს, მაგრამ ძაღლი ადამიანების მარში ეხა საფლავში ტრიალებს გელა ჩარკვიანი. გელა ჩარკვიანი შვილიშვილია. კანდი ჩარკვიანის დიდი კანდი ჩარკვიანის შვილთა შვილი, რომელიც იყო საქართველოს პირველი პირი და გამოდის ეს ახალგაზრდა გოგო არის, მაგრამ ეხა არც ისე მცირეწლოვანია და აი ეხა გამოდის უერთდება ამ აქციას. მისი ბაბუა ყიფშიძე, ზურა ყიფშიძე. თქვენ კარგად იცით, ამაზე დიდი მსახიობი საქართველოს არ ყოლია და არ ვიცი, მე უდიდეს პატივს ავცემ. მამამისი მსახიობია სხვათა შორის და აი ხა არ ვიცი, აი რა დონეზე მივიყვანეს ხალხი, რომ გამოიყვანეს კატების და ესე იგი კნავიან და ყეფენ იმაზე აქციებზე და არ ვიცი, სასწაული არის მეგობრებო და მაგრამ ყველაზე სასწაული ის არის, რაც ჩვენ მე ვიხილე, მე ერთ-ერთ წინა გადაცემაში გავუშვი ერთი ახალგაზრდას გამოსვლა, რომელიც შეურაცხყოფს ეკლესიას. და მე ვერ ვიცანი სიმართლე გითხრა ვინ იყო ეს არ ვიცი მეთქი ვინ არის მაგრამ ეს როგორ შეიძლება ეკლესიას შეურაცხყოფს და მეთქი მე დავადგინე ვინც იყო ეს ადამიანი ეს ბატონი ვინც ეკლესიას შეურაცხყოფს მინდა ახლა მოგასმე ეს არის ქეთი დოლიძის შვილი აი როგორ არ დაიღალა ეს გაუნათლებელი საზოგადოება ამდენი წევრი манипулირებას და დაფარვას ჩვეულებრივი კრიმინალის და ძალადობის ამ რელიგიური სახელით და ამ რაღაცნაირი ფსევდო რაღაცა ეკლესიო ეს დასაკეტი არის ყველაფერი ვიღაც ხიპიანი მამაოები და ვიღაცები დადიან და მე მასწავლიან ჭკუას და ისტორიას ვინ რა უნდა გააკეთოს და ამასთან ახლოსვე არის კრიმინალი ჩვეულებრივი კრიმინალები არიან ესენი და ესენი ეხა პოლიციაც შეუერთდა ხო სამწუხაროდ ეს არის ყველაზე სამწუხარო და ისე რელიგია და ფარისევლებზე ეს არის თორნიკე ბზიავა ქეთი დოლიძის შვილი ჯერ ეს ქეთი დოლიძე იღებდა ეხლაც იღებს მე მგონი ამ ქართულ ფონდიდან ბიძინა ივანიშვილიდან დახმარებას და ბიძინა ივანიშვილს დღეში ადჯერ ეუნებოდა მადლობას ეს ქალბატონიც გამოვიდა ეხლა და ამ ნაცებს დაუჭირა მხარი და ეს საერთოდ ამან ყველა რეკორდი მოხსნა ამან გამოვიდა და ნაცებს კი არ დაუჭირა ეკლესია და სასულიერო პირები მოთხარა ძილფესვიანად მე არ ვიცი ხალხო აი ვინ არის საერთოდ რა ხალხია ესენი არ ვიცი ეს კაცი საერთოდ აი ამას ხორცს შეიჭამ შვილო ხორცს შეჭამ შენ მისგან რა ქვია ცოდვებისგან შეიძლება ღიპიანები შენ ხარ გასაგდები ამ ქვეყნიდან აი შენნაირი ადამიანი ამ ქვეყანაში არ უნდა შენ არ ახარ ღირსი რომ საქართველოში ცხოვრობდი და ქართველი გერქვას ვინ უნდა გამოყარო შე არარაობა ვინა აი ხა მე მაშინაც ესეთი მძაფრი რეაქცია მქონდა მაგრამ ეს ქეთი დოლიძე ვიშობე ასეთი რომ ეკლესიის მე ვიზიარებ შემწუხარებას იმის გამო რომ აი ესეთი შვილი აღზარდე რა შენ საერთოდ უნდა დაიმალო და ხმარ უნდა ამოიღუში არარაობა შენა რა ჩვილმა და მთელი ცხოვრება რომ არასწორ პოზიციებზე დგახარ ჯერ იყო გამსახურდიას უპირისპირდებოდა მერე იყო შევარდნაძე გაყიდა მერე იყო ეხლა საქართველოს გაყიდა ბიძინა ივანიშვილი რა მოსატანია საქართველოს გაყიდა ბიძინა ივანიშვილის გაყიდა და აბა რა იქნებოდა საქართველოს რო გაყიდი და აგერ გამოიყვანა შვილი რა შვილი აღზარდა ესე იგი და ეს არის რეჟისორი ვარო ერთი ამის გადაღებული ფილმი მანახა რა ეხლა თავი რომ მოაქვს ვის რა ჯანდაბათუ და შენი გადაღებული ატყობთ რა მათი დამოკიდებულება როგორია ძალიან ცუდი ეგეთი შვილები ანუ რატო გამოდიან არ ვიცი რა ყველაფერი რა ვიცი სად გაიზარდეთ რო კითხო დედა თქვენს გეტყვით რომ აი ჩემნაირი კუკარაჩა უყურე თუ არა კუკარაჩა ნაყურე გაგა მთელი თავისი ცხოვრება გვეუბნება რომ ნაყურები გვაქვს თუ არა კუკარაჩას მე მგონი თავისშვილს არ აქვს ეს კუკარაჩა ნაყურები იმიტომ რომ ჩვენ უფრო ბევრჯერ უყურეთ ალბათ ვიდრე მაგის შვილმა თორე მაგის შვილს რო კუკარაჩა ქონდეს ნაყიდი ნაყურები როგორ შეიძლება იქ არ დაენახოს ის წესიერება, ის სისპეტაკე ადამიანის, ის შთაგონება თუ კუკარაჩა როგორ მოუწოდებს ახალგაზრდებს და თუ როგორ ზრუნავს ახალგაზრდებისთვის. და აი ხა შენ რო რეჟისორი ხარ, ხო? და გამოდიხარ და იძახი რომ რეჟისორი ვარ. შენ რო მოუწოდებ ახალგაზრდებს, რომ ღიპიანი კაცები არიან და ეკლესიებია და საღუპი, ისა დასაკეტიო.
როგორ შეიძლება შენ ქართველ ადამიანს ასწავლო რაიმე და რეჟისორობა რა სცენა უნდა დადგა შენ ქართული ვერას უსვერ დადგავ და გესწავლა დედაშენის მიერ გადაღებული ფილმებიდან რაღაცა მაინც აგეკრიფა წესიერი რომ მიედექი ამ ჩვენ სიწმინდეებს და ესე რომ შეურაცხყოფ კი მაგრამ მარტო ღიპიან ადამიანებს რატო ხედავ შენ ტაძარში რატო ხედავ როდესაც სანამ ღიპიან ადამიანამდე მიხვალ უამრავი ადამიანია მართლაც და შორიდანვე რო შეხედავ და ეგრევე რომ მიხვდები რომ ძალიან დიდი ძალა და დიდი მადლია მასში და მთელი რიგი სიწმინდეებს დაატარებენ რატომ არ გინდათ ეს დაინახოთ მხოლოდ და მხოლოდ ცუდის დანახვა ჩასაფრებულის პოზიციიდან როდემდე შეიძლება და მერე ამის გაპიარება ამის პროპაგანდირება როდემდე შეიძლება შემირცხვენია შენი კაცობისთვის და შენი მორალისთვის შენ ვის რა უნდა ასწავლო შენ ჯერ დედაშენისგან უნდა გესწავლა ის იმ ფილმებიდან უпроსორად თუმცა კონკრეტულად დედაშენისგან რა უნდა გესწავლა რომ ხან ერთ ბანაკშია ხან მეორე ბანაკშია და როცა საჭიროა რომ ამ ხელისუფლებას გვერდში ედგას მაშინ არ უდგას როცა ჩვენს საქართველოს ჭირდება დგომა მაშინ არ უდგას დედაშენი გვერდით და მაშინ არის ტარვალების მხარეს და როგორ შეიძლება შენ ვიმემ დაიჯერო აი ხა ჩვენ ბატონო ლექსო მარტო ეს კი არის მე არ ვიცი საქართველოს ყოველთვის თელი თავის ისტორიის მანძილზე ადრე ხო იყო ფეოდალები ფენა რომელიც იყო მაღალი ელიტური ფენა რომელსაც ქონდა ფულიც ქონდა გავლენაც ქონდა და ეს ფეოდალები სისუშობდნენ მაშინ მეფეებს საქართველოს მეფეები დაიღალენ ამ ფეოდალების მორჯულებაში აი ეს ინტელიგენცია აი ინტელიგენცია ასე რომ უწოდებენ პრივილეგირებული რო იყვნენ ყოველთვის კომუნისტების ეპოქაში ბინა მაგათ პირველი ბინა მაგათ უნდა მიიღოთ პირველი მაგათ უნდა მიიღოთ მანქანა ამ დროს მეშახტე იყო მაღაროში მუშაობდა კაცი მასწავლებელი იყო ის კი არ ღებულობდა ეგრევე არა ეს ამათ უნდა მიიღოთ ყველაზე კარგ ადგილას თბილისის ცენტრში ამათ ჰქონდათ ბინები ყველაზე კარგ ადგილას თბილისში და თბილისის შემოგარენში წყნეთი კოჯორი თუ რა ვიცი რაც არის ყველაფერი აგარაკები ამათ ჰქონდათ ყველაზე მაგარი მანქანები ამათ ჰქონდათ და ეს პრივილეგიებში რო იყვნენ სულ მაგრამ გადავწყვეტ მომენტში ყოველთვის იყვნენ მოღალატეები აი ხლა მე კიდე ჩვენ განახეთ აგერ აი ამ ქალბატონის ქეთიდოლიძის შვილი ხო განახეთ ეგერ იმ რა ქვია ზურა ყიფშიძის შვილიშვილი ეხლა მე მინდა განახოთ აგერ დიდი რეჟისორის თემურ ჩხეიძის შვილი ეკა ჩხეიძე რომელიც აგერ აი რა ესეც მოღალატეობრივი განცხადებით გამოდის აგერ ეს არის აი ძალიან კატეგორიულად ვამბობ ეს არის მშვიდობიანი აქცია აი როგორ გითხრა მდუმარე აქცია რა მოწიეთ ქალბატონო ეკა ასეთი რომ ვერ ხედავ თქვენი თვალები ასე დაბრმავდა რომ რა მშვიდობიანი აქცია გადაწვეს რუსთაველი რა მშვიდობიანი აქცია რეებს ლაპარაკობ და როგორ არ აქვს ხვენიათ მართლა მაინტერესებს რა ანი მამა თქვენმა როგორ ერთხელ ტელეფონის ყურმილი არ აიღო და როგორ არ დაგირეკათ ბატონმა თემურმა მაგრამ მე აღარ გამიკვირდება რომ თემურ ჩხეიძეც მაგაზზე იყოს იმიტომ რომ აგერ მურმანჯინორია გამოვიდა და თქვა რომ მეო ამ ახალგაზრდებს რო უყურებ მე ამაყებავ ახალგაზრდებს რომლებიც წვავენ ანადგურებენ და ყველაფერს ესე იგი საქართველოს ბედიღბას უკუღმა ატრიალებენ რომელი ახალგაზრდების გეამაყება მაინტერესებს რომლებიც ეკლესიას შეურაცხყოფენ ბატონო მურმან და კიდე არ ვიცი რამდენი ჩამოთვალო აი ესეთი ინტელიგენციის წარმომადგენლები აგერ ახლა ეს თემურ ჩხეიძის შვილი განახეთ ხო აგერ ახლა განახებთ აი ეს დიდი ქალბატონ მომღერალს აი ახლა ამას ახლა მე ეს როგორ გამოვტოვებდით ამას ახლა აი ნაცებსაც კი არ ვიცი ხა როგორც ერთზე გაიგეთ 14 დღიანი ტერორი თავისი მოსახლეობისთვის არ გაუბედავს არავის ეს არ გაუკეთებია საქართველოში რასაც დღეს ჩვენ უყურებთ ჩვენ ქუჩებში ხო ეს რა არის პირველი დღეები მაინც პროპაგანდაო ევროპაო რაღაცა პროპაგანდებს გვახმევს თავზეო და მე რა ვიცი მეგონი დაიჯერეს კიდევ რეგიონებში ადამიანებმა რომ ბიჭს გაუშვებს სკოლაში და გოგო დაბრუნდება თან შენ არ კითხავს არავინ ხო ეს სადნახეს საიდან მოიტანეს ეს რუსული საიტებიდან საშინელი ტყილები აი ეს იყო პროპაგანდა ამან დაზაფრა ხალხი ისმის და უბრალოდ რას ვამბობ რომ აი ამ პროპაგანდის საპირწონეთ იცით 28-მდე ვაჩერებთ და გავაკეთებთ ყველაფერს ეს ხო ზღაპარი ეს ხო ტყუილია ასე უტიფრად შეიძლება შენი მოსახლეობა კი და ამ 28 არ ვიცი რა დავიღალეთ რა ამანაც ხო თავი წაგჭამა თავისი იმითი რა ქვია
ვოკალით და თავისი შემოქმედებით, მაგრამ ყველაზე სასწაული მაინც ეს ქალბატონი იყო, რომელმაც ასევე შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს და განსაკუთრებით ემიგრანტებს. ის რასაც იქიდან ისვრია ამ სიტყვებს არ გცხვენიათ რებს აკეთებთ ემიგრანტები აი სამარცხვინოები ხართ თქვენ შევარცხვინე მე თქვენი ქართველობა არც კი გცხვენია თქვენ რასაც აკეთებთ გაჩუმდით მაინც დაიმალეთ ვირთხებივით თქვენ არ გაქვთ უფლება თქვენ არ გაქვთ უფლება სიტყვა წარმოსთქვათ საერთოდ ქართველებთან რომლებიც მართლა პატრიოტები არიან აი ეს ბავშვები რებს აკეთებენ თავს წირავენ ჩოხო სიცოცხლე გაწირული დამიჯერეთ ხალხო ერთ-ერთ ექიმს მიმართავს ესე იგი ირმა სოხაძის განცხადება სად მოვა ამასთან რაც იკადრა თამრიკო ჭოხონელიძემ მე არ ვიცი აი სადამდე დაეცა ეს არის სატანა რო შემოვა შენში მე ყველაფერზე ხარ წამსვლელი ადამიანი რომელიც პატრიარქის საგალობელს ასრულებდა სამებაში და ცრემლების ღაპაღუპი მოდიოდა ხალხს როცა ამ საგალობელს უსმენდა ადგა მერე და თქვა რომ მეო ვიყავიოთ იმაშიო თურმე მცდარგზაზეო ტაბურეტკა მოიტანა დადო და მერე გამოდის და ლაპარაკობს რატო არ მეძახისო მეო პატრიარქიო თავის დაბადების დღეზეო და საპატრიარქო რა უნდა დაგიძახო შენი ადგილი არის პიდარასტების ბარში შენ უნდა იყო ქალბატონო თამრიკო თქვენს მეუღლესთან ერთად ის რომ არის როინიშვილი თქვენ იმ პარტიასთან ხართ ვინც სოდომისტებს უჭერს ხარ და თქვენი ადგილი არის ცისფერ იმაში რა ქვია კლუბებში და გეი კლუბებში თქვენ იქ უნდა იმღეროთ ოღონდ არა პატრიარქის საგალობელი უნდა იმღეროთ თქვენ იმ რა ქვია კახუჩელასთან და იმებთან ერთად რა თქვენი ადგილი იქ არის თქვენ დიდი ხანია დაკარგეთ ქართველი ხალხის სიყვარული მე არ ვიცი აი რა არის რა არ მის აი ბატონო ლექსო ადამიანს აი ხალხს რო უყვარ ხარ და ესე რო ამ სიყვარულს რო გაცვლი რაღაცა გროშებში აი რატო აკეთებენ ამას ახლა მერაბ სეფაშვილი რომელიც ყველასთვის საყვარელი ის იყო მომღერალი ჯერ იყო ჩემი გმირი გიწოდეო სააკაშვილის უმღეროდა მერე ბოდიში მოიხადა მეო ესე რაღაც მერე ისე აგერ ნაცების გვერდით დადგა ბუბა კიკაბიძემ რა გააკეთა კაცი ბუბა კიკაბიძე მადგა და ბოდიში ნაცების გვერდით დადგა და საერთოდ 92-ში ავტომატს ესროლდა ზვიადისტებს. კიდე უამრავ, აი რატო აკეთებენ ეს ხალხი, აი ჩემამდე არ დადის. ბიჭო, ხალხის სიყვარულს როგორ აცვლით აი ამ სიზღში? მაინტერესებს, აი რა გინდათ ეგეთი ფული მე ვერ ხვდები რა, რა თუნდათ ესეთი ფული. ხო, თან ისტორიის ყოველთვის აი თან ბატონო ნიკოლოზ აქ კიდე რა არის მნიშვნელოვანი რომ ეს ადამიანები ყოველთვის ისტორიის არასწორ მხარეზე აღმოჩნდებიან ხოლმე. ანუ ისტორია რო გადის, აღმოჩნდება რომ ყოველთვის ფსტარები არიან ხოლმე. აი თუნდაც სეფაშვილის სიმღერა ჩემი გმირი გიწოდე გავიდა დრო, აღმოჩნდა რომ არასწორ მხარეს იყო. ეხლაც ანალოგიურად გააკეთა ეს განცხადება, დარწმუნებული ვარ დრო რო გავა, კიდევ არასწორ მხარეს აღმოჩნდება, ისტორიის არასწორ მხარეს აღმოჩნდება. ანუ როდემდე შეიძლება რომ ესე ვაი პატრიოტიზმ და ვაი პროპაგანდას იყო თაყოლილები. თქვენ ხომ საზოგადოებას უყვარხართ, საზოგადოება გაფასებთ და როდესაც ეხლა მე როგორ გავუნდა დავაფასო და როგორ გავუნდა დაგაფასოთ, რომ როდესაც გიყურებთ და ხვდები რომ თქვენ არ გიყვართ რეალურად საქართველო. თქვენი ამოცანა არის რომ მხოლოდ და მხოლოდ ესე ვთქვათ სულ იყოთ აქტუალურები და როგორ იქნებით, რა ფორმით იქნებით აქტუალურები, ეს თქვენ მნიშვნელოვანი არ არის. თორე თქვენ რო საქართველო გიყვარდეთ, ხო? უნდა გიხაროდეთ რომ ჩვენი ქვეყანა მართლაც და ცდილობს ყოველ შემთხვევაში რომ დამოუკიდებლობა, ეს ნეიტრალიტეტი რომ აი მე ვარ, ქართველი ვარ და არანაირი მასშტაბი მე შემიძლია საერთაშორისო ასპარეზზე ვიყო ისეთი როგორიც მთელი ისტორიის განმავლობაში ვიყავი, ძლიერი, შეუპოვარი, პრინციპული და ამას ცდილობს ეს ჩვენი ქვეყანა და თქვენ ამის წინააღმდეგი ხართ და თქვენ იძახით რომ არა, მოდი რა ევროპის მონები ვიყოთ, მოდი რა ამერიკის მონები ვიყოთ. რა გჭირთ, რას დაემსგავსეთ ბოლო-ბოლო. როგორ შეიძლება რომ ჩვენი საყვარელი სახეობები იყოთ, ამ ჩვენი საყვარელი მომღერლები იყოთ. ხომ არ ჯობია რომ თქვენი საქმე აკეთოთ, როგორც აქამდე აკეთებდით და ეს საქმე კარგად გამოგდიოდათ, ვიდრე პოლიტიკაში ერეოდეთ. აი ხა სოხაძე სხვათა შორის ბატონო ნიკოლოზ იყო აქვია პოსტივიზე იჯდა 24 საათი. თავრობის იმაზე 24 საათი იჯდა მისი და მისი შვილი. კი ბატონო. აი არ ვიცი მართლაც ეს ადამიანები ესე ფერს როგორ იცვლიან ხოლმე. როგორ შეიძლება რომ ესე ფერი იცვალო და იყო დღეს ეს და ხვალ გახდე სხვა. და
ეს ადამიანები აბსოლუტურად შემდეგ ხდებიან ხოლმე ურეიტინგულები და მე თავი ანუ ბანკროტდებით თქვენ აი ამ მოქმედებებით. მე იმიტომაც არის რომ ხან დეპრესიები გააქვთ, ხან მე იძახით რომ რა ქვია, არავის აღარ უყარვარ, მარტო დავრჩი და ასე შემდეგ. დარჩებით მარტო აბა რა. თუ თქვენ საქართველოს თუ თქვენ საზოგადოების უმეტესობის სიყვარულს დაკარგავთ, თქვენ არაფერი აღარ ახართ და ვეღარც იქნებით. ამიტომ დაანებეთ რა ამ პოლიტიკას თავი რა არ არის თქვენი საქმე პოლიტიკა რა. ხო ხედავთ რომ ისტორიის შეფასების დროს ყოველთვის უარყოფით ნეგატიურ მხარეს აღმოჩნდებით ხოლმე. და დაანებეთ რა თავი რა ამ პოლიტიკას. არ გინდათ ეს პოლიტიკაში ჩარევები, ნუ ცდილობთ რომ რახან სხვა გამოჩნდა თქვენს გამოჩნდეს და თქვენც რაღაცა ერთი სიტყვა რაღაცა გესლი ჩააგდოთ. არ არის მაგის დრო. არ არის პრინციპულობას რომ კაცი დაკარგავს. ხო, ის უკვე აღარ არის ესე ვთქვათ ჩემ თვალში და დარწმუნებული ვარ საზოგადოების უმეტესობის თვალში ნულდება. და მე უფრო იმ ადამიანებს ვცემ პატივს, ვისაც გონია რომ სწორ გზაზეა და ყოველგვარი იდეის გამო არის გზაზე და არათუ მოხტუნავი ადამიანებს, ხანიქარი. ამიტომ ამ ყოველივეზე მინდა რომ დააფიქრდეთ თქვენ, ვინც აქციებზე დადიხართ, რომ ვის გვერდით გახართ. რა საზოგადოებაა? ჭოხონელიძე, როდესაც მართლაც და ამ ხელა ჯვარი ერგო რომ საგალობელი იესო საგალობელი წაეკითხა სამების ტაძარში და ეხლა გამოდის და სექტანტების გვერდზე დგას და რახან მე მათ გვერდზე არ დგევარ და ჩემნაირ ადამიანებს აკნინებს, ხო? ესე იგი მას ის ხიფრშია ჩავარდნილი პირდაპირ გაგებით და ის აყოლილია აი ამ მასას აყვა. და დარწმუნებული ვარ რომ დრო რო გავა ისტორია დაარქმევს ესეც საზოგადოებას თავის სათქმელს. და კიდე მოსანანიებელი გავხდება ეხლა ბევრი ეგეთი გაზულუქებული არსებობს რომლებიც იჯდნენ პოსტივიზე ხო იჯდა ეს ქალბატონი რომელიც საკმაოდ დიდ ფულსაც იღებდა ეხლა პოსტივიზე. აი ესეთ იმედზე იჯდა 24 საათი აი ეს ქალბატონი ანდრო ჭიჭინაძეს და აი ამ რეჟიმის ყველა უკანონო პატიმარს. ძალა ერთობაშია. შევხვდებით თეატრში, რა თქმა უნდა, ანდროსთან ერთად. ეს ქალბატონი რუსკა მაყაშვილი არის. აი მე კიდე ამ იმედს მინდა მივმართო. რო ყოველთვის ეს ფუთიში და ეს მოღალატეების თავშესაფარი რატო არის ეს ტელეკომპანია იმედი. ეხლა დუტას ხიტლაძის გამოსწორება რო არ იქნებოდა, ეხლა გაიგეთ თქვენ და მაყაშვილების და კიდე უამრავი ადამიანის რომელიც და თქვენ რა გონიათ ეხლა რა ხელფასები 1 10,000 5,000 ხელფასები ექნებოდა დარწმუნებული ვარ მე და აი ხა კიდე ეს ქალბატონი ეს კრისტი ყიფშიძე ესე იგი ესეც მოდელი ესეც იმ რძალი არის იმ რა ქვია ზურა ყიფშიძის რძალია ეს ხალხი რამე ახალი ნარკოტიკი შემოვიდა საქართველოში რომ ეს ხალხი ასე ბოლდება რომ ისეთ სისულელებს იძახის რომ არ ვიცი აი არ ექვემდებარება არც ერთ ლოგიკას მოვყევით რაღაც საშინელ არც მინდა გახსენება ისეთ სულ ვითარებაში ტანკები, ჯარისკაცები, ავტომატები და ეს არასდროს არ დაფიწყდა. არ მინდა. გაი. არ ვიცი, რა სადნახე შვილო ტანკები გამოსული თბილისში. თან ტიროდა, მე სიცილი დაიწყო, მე იმ თავისმა შვილმა ეს შვილია მიაუმიაუს რო იძახის ისა და აი მე არ ვიცი რა სად რომელ რა მოწიე და რას ყნოსავთ ამისთანაც რა მე აი არა გეოესე ეხა აი ბოლოს სულ ნარკოტიკების ზემოქმედების რაღაცის ზემოქმედების ხო ეხა ნარკოტიკი ეხლა ნარკოტიკას ხარი ზემოქმედების ქვეშ უნდა იმიტომ რომ აი ჰიპერბოლა წარმოგიდგენია როგორ არის ეს ყველაფერი ესე იგი არ ვიცი აი კატასტროფის პირასავართ და მე კიდე ხალხი გამოდის აი ხა ეს ბოდიში და ტეპი იმაზე ერთად სამთავრობო არხზე იყო ეს ვაჟბატონი ეს საქართველოში ხო ეს კულინარიული შოუები არის და მოყავთ 1000 ჯულის გადაგვარებული ადამიანები რომლებიც იქ განსაკუთრებით სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები რომლებიც აკეთებენ საჭმელებს რა და პირველ არხზე საზოგადოება ხო და აი ეს ვაჟბატონის გამოდიოდა ერთად სამთავრობო არხზე და ეხა
ეს სამთავრობო არხიც ხო თავშესაფარია ნაცების. ეხლა ნაცმა თუ არ დაწერა განცხადება წასვლის შესახებ, ისინი არ აგდებენ. ეხლაც ალბათ იმ გამოთავისუფლებულ კვოტაში ისევ ნაცები შემოხლეს. აი ეხლა ნახეთ ეგ. რაღაცა კრიტიკულ ზღვარს აღწევს უკვე ყოველდღე, ანუ ეს არის ფაქტიურად ჩამოშლის პირას არის სრულიად და თან ამდენი წელი ქართული კულინარიის და მომსახურების კულტურის შენების მერე ძალიან ცუდი გეზი ავიღეთ ჩვენთვის ზოგადად, იმიტომ რომ ანუ ქართული კულინარია თავიდან მომზადე იყო იმისთვის, რომ გახდა გლობალური ექსპორტი ევროპისთვის და დანარჩენი სამყაროსთვის და ეს გზები ნელა გვეპეტება. თან ამასთან ერთად უფრო მნიშვნელოვანი წადი შვილო მწვადი შეწვიდა. წადი რა რაღაცა ისევ მწვადი შეწვიდა, ისევ რაღაცა საჭმელი გაამზადე, გამომივიდა და ყველაზე სასწაული იცი რა არის, ის მწვადიც არ გამოუვა ამ საცოდავს, რატო იცი? იმ დღეს გამოვიდა პირველ არხზე მეორე იმასთან, რა ქვია, გადახრილ ადამიანთან, გორგილაძესთან, აი ეს ვაჟბატონი. და რატო გამახსენდა ეს რომ გამოვიდა იქა? ეს კარგად გავჯორე ერთხელ და ეხლა გამახსენდა, ეხლა აი ესეთი გასაჯორი ხალხი ყავთ ამათ ამ ნაცებს და ნახე რა სიძახის ეხლა. ეს ქართული კულინარია, ანუ ნაბიჯვარი კულინარია, პონთ არა რაღაც გინების მხრივ, არამედ აი გენეტიკურად ნაბიჯვარი კულინარია. ხო, ანუ შემადგენლობთ ჩვენ ვართ ვინ წოდეს მე გადაგვია და გაგვაპატიურა ყველაფრის ნაზარი ვართ ჩვენი კულტურა. და აი ეგ არის ყველაზე დიდი საგანძური რაც გვაქვს, რომ მადლობა მონღოლებს, სპარსებს, ბიზანტიელებს, ყველას რომ გადაგვიარეს და დაგვწევს და ის ვიქნეს, მაგრამ აი ხლა ესეც დაბოლილია, არ ვიცი. ესე იგი მონღოლებს ჯერ ეხა შეიძლება ადამიანმა თქვა, რომ ჩვენი კულინარია შეიცავს რაღაცა აღმოსავლეთის, დასავლეთის რაღაც ნაზავს, მაგრამ ნაბიჯვარი ხარ შენ, შესაძოდავ. შემართლა ნაბიჯვარო შენა რა. ხალხი რო ჩამოდის, აქა პირველი რაზეც გიждდება, ეს არის ქართული კულინარია, რომელიც არის შეტანილი იუნესკოს მიერ და როგორც კულტურული მემკვიდრეობა ქართული კერძები და ქართული სიმღერები და გამოდის ესა და მადლობა მონღოლებს რომ გადაგვიარეს. მართლა გადასავლელი ხარ და მართლა ნაბიჯვარი ხარ შენ, მართლა რა შეუპატრონო შენ. ესე კაცი რომელიც მადლობას უხდიდეს მონღოლებს იმის გამო რომ თურმე რაღაცა საჭმელი შემოგვიტანეს, ამი ღირდა ესე იგი თურმე იმათ რაღაცა საჭმელი რო შემოიტანეს იმათმა ქართულ კულინარიაში, ამისთვის ღირდა რომ მონღოლებმა გადაგვიარეს. გეს მიშე? ესეც დაბოლილია. არ ვიცი ხა რა დაემართათ მართლა რა დაემართა და ესეთი ნაძილებით არის სავსე რა. ეგრე გამოვიდა რომ ესეთი ნაძილები არიან ამ შემთხვევაში ეს საზოგადოება რომლებიც აი ეს ერთად შეიკრიბა. ფაქტია თორე როგორ შეიძლება შენ მონღოლი გინდოდეს შენს ქვეყანაში, დამყრობელი გინდოდეს შენს ქვეყანაში, იმის რომ რაღაცა საჭმელი მოგიტანოს და მე იმ საჭმელს აკეთებდე. და ამით ხარობდე რომ აი რა კაია რომ მე ვიღაცამ დამიპყრო და ამით ესე იგი როგორ სიამოვნებით ლაპარაკობდა ამ ყოველივეს. და აი არ ვიცი მათი მსოფლმხედველობა სად გადის, ანუ არ ვიცი ეს არც ეს ბატონიკო არც გლობალისტებიც არ არიან, არც გლობალისტიც როგორ შეიძლება იყოს, როდესაც მას უხარია რომ სხვა ქვეყანამ დაირყოს მისი ქვეყანა და ამით ხარობს, იმიტომ რომ რაღაცა საჭმელი ახალი კერძი შემოვიდა მის ქვეყანაში. ეს ხო ყოველად წარმოუდგენელია. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიძახი რა, აი ხა თქვენ ხო უყურებთ ხალხო, იქ კიდე რომ გამოდიხართ და მრავალჟამიერს ბღერი ხართ და თან აი ესეთი ადამიანები ყავთ იქ, რომლებიც აი ამ აქციების სახეები არიან, დაფიქრდით რა ბოლო-ბოლო ვის გვერდით ხართ და დავანებოთ თავი. აი ერთი მარტივი კითხვა მაქვს ხოლმე ყოველთვის აი ამ აქციებზე ვის დგეხართ და ვერცეთი ვერ ცემთ ხოლმე საჯაროდ პასუხს. რატომ იცით? იმიტომ რომ ფარავთ რეალურად თქვენ ცნობიერს თორე მე კი ვიცი რეალურად ვისი მომხრეები ხარ და ვისი მომხრეები არ ხართ. მაგრამ მე ვეკითხები ხოლმე ბატონ ნიკოლოზ მათ ერთ კითხვას რა, აი ამ სოციალურ ქსელების მეშვეობით, ოდესაც ну მოკლედ დამაბულინგებენ ხოლმე გადამივლიან იქ რაღაცა ცუდად მომიხსენიებენ, ჩემს ოჯახს შეეხებიან, მოკლედ ყველანაირი ზღვარს ხო გადადიან ეგენი, მაგათ ხო არანაირი მორალი არ აქვს და არანაირი ზნე ჩვევები არ აქვს და ვეუბნები ხოლმე აი ამ შემოსეულ ტროლებს და ბოტებს რა, რომ აი კარგი დაუშვათ, თავრობა ეს თავრობა არ გინდა. მარტივი კითხვას რომელი თავრობა გინდა? აი ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში? ერთს არ აქვს პასუხი, იცით თქვენ? პასუხი არ აქვს, აი დაუშვათ ნაციონალური მოძრაობა უნდა მოვიდეს. რაღაცა ნიკა გვარემიას პარტია უნდა. არცეც არ აქვს. მე კიდე ამ რუსებს არა, რატო არ აქვს, იცით? იმიტომ რომ ერთი ადგილი არ ყოფნით,
რომ თქვან რომ აი ნაციონალური მოძრაობა მინდა რომ მოვიდეს. იმიტომ რომ ფარავენ ამას. თორე რეალურად ვინ მოვა ხო? აი ეს კიფშიზე ხო არ მოვა ხელისუფლებაში. ხო ისევ ნაციონალური მოძრაობა და ისევ ის ეგრეთ წოდებული ლობისტები განაგებენ და ისევ ეს ლობისტები ჩაიდებენ ფულს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის გუშინ აგერ ტაში როგორ უკრეს. ისევ მათი კომპანიები, ის 1000 კომპანია თუ 500 კომპანია, ისევ ხო ეს კომპანიები ჩაიდებენ ფულს. კი ბატონო, ხო და დაფიქრდით რა, ბოლო-ბოლო რა. ერთი რამეა კიდე უყურეთ ახლა ჩვენ როდესაც საუბრობთ იმის შესახებ, რომ აი ამ გარეწარ ადამიანებზე, რომლებსაც ნამუსი და სინდისი არ აქვთ. ესე იგი ხალხი, რომელიც სააკაშვილის გუნდლს უკმევდა ეს შოუ ბიზნესზე, იცი რატო აკეთებენ აი ახლა აქციებიც ვის მიყავს? ცნობად სახეებს, რომლებიც არის კულტურის და ხელოვნების ხალხი. პოეტები, მწერლები და ესეთი ხალხი ყავს ძირითადად. აბა პოლიტიკოსები არ ჩანან. და აი ეს ხალხი, რომლებიც ახლა აღშფოთებული არიან, პოლიციელებმა იზალადეს და ამ დროს პოლიციელებზე ხდება პირიქით ზალადობა. აი ადრე რას ამბობდნენ, ეხლა რას იძახიან? მოვედი, იმიტომ რომ მინდა თბილისი კიდევ უფრო მეტად ლამაზი იყოს და მინდა რომ თბილისი კონდეს თბილისის სახე და ეხლა გინდა ნაძვისხი აანთონ, გინდა ჩააქრონ. აი მუხტს რაც სრულიად საქართველოსია და რასაც ყველა ვერთიანდებით რის გარშემოც ვეღარ ჩააქრონ. ეხლა ნოდიკო ტატიშვილი ადრე გიგი უგულავას საარჩევნო შტაბში იყო და ერთი სიტყვა არ დაცდენია სისხლის რო ანთხევინებდნენ ახალგაზრდობას. ერთი ამათი ამოღებული კაცშვილს არ უნახია ხმა და დღეს იქ რუსთაველზე დგას და აპროტესტებს ბიჭი რომ ხო ნაძვისხე თურმე არ უნდა აინთოს და მე კიდე ამ ნაძვისხის ანთებაზე ეს კაცი ხო სულ ბოდიში და წავიდა ხელიდან აი ნახე რებს აცხადებს ნაძვისხე რანტენა შობდენ საღლება ამე ბოლშევი არ იყოთ ბოლშევი რა გიხარია შეუპატრონო რა გიხარია აი არ ვიცი რა ისევი მასხარის როლში დამშტარიყავი რა გიხარია მე რო იქ მეზე და ბავშვები არ იყო და მე შენ ხო გეყო აგერ ბოდიში და იმაზე რომ გამოხედი პროცესზე და თქვი რომ მე ის არ ამაქო კაცობა არ ამაქო და მაგით დაიძვრინე თავი მართლა კაცობა არა გაქვს შენ იმიტომ რომ აგერ კაცი რომ პიდარასტებთან დაიჭერ საქმეს ალბათ რა უნდა ვილაპარაკოთ ამას გაუმარ ჩოს საქართველოს გაუმარ მობილი გეი და ჩაეხუტა ბესო გოგი წულაია ბატონო გოგი ბატონობითაც რომ მოგმართავთ მაგით ღირსიც არ ახარ თქვენ რა ვიცი ამისთვის წახვედით ევროპაში რომ პიდარასტებს ჩაეხუტოთ არა თან პიდარასმა გაყვირებიდოს რო ხო ამისთვის ჩახვედით ევროპაში თავშესაფარი ამისთვის მოითხოვე რომ პიდარასტებს იყოთ ჩახუტებულები და ის გიხაროდეთ რომ ნაძვისხე ვერ რა შუაში ახლა აი რა შუაში ნაძვისხე ვერ გავიგე ბავშვებისთვის არ ინთება კაცო რა გიხარია რომ ნაძვისხე ვერ აანთეს და გახარებული ხარ და რატო ვერ აანთეს რო ანთებულიყო ბავშვებს დაუშენდნენ იქაიმეებს რა ქვია ცეცხლს და იმასა ქვებს დაუშენდნენ და სწორადაც მოხდა რომ თავის არიდების მისდით ეს აცი ბიჭო ომი და უბედურება რო იყო მართლა თბილისში ახალი წლის დღეებში გაჩერდებოდა ყველა ის რომ იყო დაპირისპირება კანონიერი ხელისუფლებას რო ებრძოდნენ ახალ წელს ასე თუ ისე გაჩერდა ყველაფერი და იქ აფხაზეთის ომი რო იყო ახალი საერთოდ ომის რაღაცა თავისი კანონები აქვს რომ ახალ წელს და აი დღეებში გაჩერდება ეს ბრძოლები და ამას უხარია რომ იმის ერგეს დროშა ვერ დაკიდე ხო დაკიდეს აგერ აი პიდარასტებთან ხარ გამოჭიმული რა ამისთვის ჩახვედი ევროპაში პიდარასტებთან იგულაო ფუი მართლა რა ვიცი რა აი გაგილები რა სასაულია ხალხი მიდის თურმე უცხოეთში რომ აი სხვათა შორის ეხა ხუმრობა იქით იყოს მაგრამ ადონ ნიკოლოზ ეს ცნობილი ფაქტია რომ თუ თქვენ მაგალითად ევროპაში ჩაბზანდებით და თავშესაფარის მაძიებელი ხართ თუ იტყვით რომ მე ესე ვთქვათ გაუკმართებელი ესე ვთქვათ სქესის მატარებელი ვარ, ანუ მაგალითად გეი ვარ, ან პირიქით, ქალბატონი თუ ხართ ამ შემთხვევაში ასე თქვით, ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი და იტყვით, რომ ჩემ ქვეყანაში დევნიან ესეთ ადამიანებს, ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი, რომ ევროკავშირმა თქვენ თავშესაფარი მოგცეთ და ალბათ რა ვიცი ბატონი გოგი წულაიაც მაგას ესე ვთქვათ წყალებში ჩალიჩობს რომ იქ როგორია თავშესაფარი მაგას ჩალიჩობს კიდე აბა სხვა არგუმენტი არ არის ვიღაცა არა ხარი ხართან რო დააბა აფერსიწვის ეხა მაგ პიდარასტი ვიღაცა პიდარასტი რო იტყვის გაუმარტო შენ რო იტყვის ისეც რო გაუმარტოს რო იტყვის არა მე ყველაზე ცუდი რა არის იცით აი ხა ეს ბულინგზე როდესაც მიდის საქმე აი
მე ძალიან არ მომწონს ის, რომ აი ხელისუფლებაც რო იყოს გინა ოპოზიციას, ეხა იმ დღეს მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი მოფრინავდა თვითფრინავით და ნახეთ ერთი ვიღაცა ვიგინდა რა მიუვარდა და ნახეთ მინისტრო უკაცრავ თქვენ მოგმართავთ თქვენ ევროპაში რა გინდათ თქვენ ხო აზიური სიდის გაქვთ ეს კურსი აღებული რატომ იშოთ ხელებს ჩემი შვილი და მისი მეგობრები ამ ქალბატონის პარტიამ უკანონო პარტიამ არა ჩემი შვილი და მისი მეგობრები დასისხლული ყავთ რა არის ახლა? აი მე შეიძლება სულ არ ვიყო ახლა ვიღაცა ხელისუფლების წარმომადგენლის ადვოკატი არ მინდა რომ გამოვიდე, მაგრამ აქ ძალიან შეეჩვივნენ ვიღაცი ასეთ ობსტრუქციებს. იქ ვიღაცას მიაძახებენ, ახლა მოფრინავს ადამიანი არის ის არის რაღაცა თვითფრინავში უამრავი ადამიანი ესრე. ეს არ უნდა იყოს ესე დაუჟელი, არ უნდა რჩებოდეს. ამათ რა გონიათ, იცი? თან ტელეფონზე რო იღებენ ეს ნაძირლები. შეურაცხყოფას გაყენებენ სახალხო და ეს უნდა გატარებული უნდა იქნეს ეს ყველაფერი. მაინტერესებს როდემდე შეიძლება ვითმინოთ ხალხო ეს ყველაფერი. ეხლა ვიღაცა პიდარას რო ქუჩაში რამე უთხრა, იმ წუთასვე პასუხისგებაში მიქცებენ, რომ აედევნაო და რაღაცაო, ადევნების მუხლი არის შემოტანილი, ხო? და არ ვიცი, ეხლა შეიძლება ვერ გავიგე, გინდა ხელისუფლება, ეხლა მე უამრავ ნაძირალად ხედავ და ეხლა რომ მივიდე დაუწყო კაჩავი, ეხლა რა ადამიანი შეიძლება უთხრა, რომ რაც არის საზოგადოებრივი რაღაცა არხზე რაღაცაზე, მაგრამ ქუჩა ეს იმისია, რომ რა უფლება მაქვს მე რომ მივიდე ხა ვინმესთან. და მე აგერ ეხლა აი ახალგაზრდა მიდიოდა მანქანით აქციას გაუარა და ნახე რა მოუწყვეს. ესენი არიან ერთუჯრედიანები. კაცი, ადამიანი, ქალბატონი მოდის მანქანით, უბრახუნეს მანქანას, გადმოვიდა, რატო იმაშვებითო და რუსეთუმე მიაძახე. აი რა შუაში ეხა რუსეთუმე. აი ესენი არიან ავანტყოფები, გეუბნები. ხო, რა უთხრა, რას გავხართო? ხო და არა, ეხა უყურეთ თქვენ. ერთი მაინტერესებს ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თქვენ რომ მოხვიდეთ ხე, რას უშვებით ამ რუსეთს? როგორ უნდა დაელაპარაკოთ? ეს რუსეთი ხო არ გადაბარგდება, სხვაგან არის ჩვენი მეზობელი. როგორ გინდათ ამ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება? აი რუსეთის გადმოილე გადაკივლის კატოკივით რა. ვინ ვიცეხებით თქვენ მაინტერესებს ერთი რო ესე იმაშვებით რა ქვია გამოდიყარ ერთხელ ორჯერ სამჯერ რო ჭუა ვერ უნდა ვისწავლოთ რომ ასეთი პოლიტიკით არაფერი არ გამოდის და ბოლო როდესმე კანონმა ეხლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ესენი სამგლეკოჭივით გამოხდებიან ამათ რო შეეხო გესმის და ეს შეურაცხყოფას აყენებენ მინის უბრალო ადამიანს და ეს უნდა გატარებული იქნას გესმით ხო ეგ არა უკვე ეს უკვე მარადში გადადის არ შეიძლება და მე ასევე ალბათ დარწმუნებული ვარ რომ შესაბამისი ორგანოები ამ ყოველივეზე მუშაობენ რომ ესე დანაშაულის ახალისება არ მოხდეს თორე მე გინდა არ გინდა ეს ხალხის გაბოროტდება და მეუტრიალდება ხელისუფლებას და ეტყვის რომ მე როცა ესე ვთქვათ მიჭირდა მაშინ არ დამიცავი და ამიტომ ეს აუცილებლად პრევენცია უნდა მოახდინოთ რომ ესეთ ბულინგის უცხერპლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს არც მინისტრი არ უნდა იყოს და არც თუ გინდა რიგითი მოქალაქე არ უნდა იყოს ამ ყოველივეზე უნდა მოხდეს რეაგირება კი ბატონო, სწორი ადევნების მუხლი არის და შეგიძლიათ მაგკუთხით აბსოლუტურად სხვა კი არაფერი არ არის ადევნება. ეგ არის ადევნება, რომ ადამიანს აეკიდები, არაძლევ მოსონებას და დისკომფორტს უქმნის. სხვა არაფერია ადევნება. პირდაპირ კლასიკურად. არა, ამათმა ეს ადევნება ხო მარტო ამ სექსუალური, გენდერული ნიშნით შემოიღეს, რომ არა, გენდერული ნიშნით არ წერია კოდექსში წერია. ხო, მაგრამ ამით იყენებენ, არა. ეგ უკვე პოლიტიკაა და ამაზე სხვა რამეზე გამოყენებული ადევნება მე არ მინახე. ძირითადად იყენებენ ადევნებას აი ამ გენდერული ნიშნით. ხო და ამიტომ ესეთი საკითხები სამართლებრივად რომელიც უკვე არსებობს, უნდა შეიცვალოს ეს მიდგომები და დარწმუნებული ვარ რომ უფრო რეალური შედეგი იქნება თორე ეს ადამიანი ხა მაგალითად მინისტრს დაყვება და რაღაცა დემაგოგობს ხო
ამ ადამიანის მიმართ თუ გატარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები, ის მეორე ამას აღარ გააკეთებს, სხვა მაინც აღარ გააკეთებს. გეთახმებით. მე დაგემშვიდობოთ მინდა ბატონო ლექსო და ისე მოგილოცავთ ნიკოლოზ. გაიხარით. ბატონო ლექსო ყობაიძე ჩვენი გადაცემის სტუმარი პირველ ბლოკში ჩვენ მალე დაგიბრუნდები ზურფასო ტელემაყურებლობა, ეხლა სარეკლამო ჭრაზე გავალთ და უკვე ჩვენ მეორე ბლოკში გვეყოლება ახალი სტუმარი გადაცემაში. და ცოტა ხნით შევისვენოთ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი, დღის შემაჯამებელი გადაცემით და ჩვენი გადაცემის შემდგომი სტუმარი გახლავთ ქართველთა და რუსთა ერთობის პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი, რომელიც არის ნამდვილად არაოფიციალური ელჩი საქართველოს. ეს კაცი უამრავ სასიკეთოს აკეთებს ჩვენი ქვეყნისათვის და ნამდვილად თუ საქართველოზე ვინმეს დადებითი რამე წარმოდგენა აქვს და თუ კი ვინმე საქართველოზე რაღაცა კიდე გული შეტკივა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის სწორედ ვლადიმერის დამსახურება. მე ვარ პირადად მომსწრე, როგორი ავტორიტეტით სარგებლობს ბატონი ვლადიმერ ხომერიკი, როგორ პატივსცემენ მას და ეხლა ჩვენ ხელისუფლებას მართლა რომ ცოტა სახელმწიფოებრივი ცოტა მიდგომები ამ კუთხით ჰქონდეს, აი ბატონი ვლადიმერ ხომერიკის ნაირი ადამიანები უნდა იქნეს რეალიზებული და გამოყენებული ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ, იმიტომ რომ თუ ადამიანს რუსეთში ამხელა ავტორიტეტი აქვს, თუ ამხელა პატივისცემა აქვს, ხო შეიძლება ეს კაცი გამოვიყენო და ასეთი ხალხი ბევრი არ არის. ეხლა მე ნამდვილად ამას იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ ეხლა ბატონი ვლადიმერია ჩვენთან სტუმრად. ამას მე ხშირად ვახსენებ, რომც არ არის სტუმრად, მაშინაც კი. მოგესალმებით ბატონო ვლადიმერ.
გამარჯობა, საღამოშვიდობისა. ბატონო ვლადიმერ, ალბათ ადევნებ თვალყურს რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. ეხლა ჩვენი ქვეყნის ირგვლივ მინდა ვისაუბროთ. ვიცით რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის ირგვლივ გაქვთ უამრავჯერ საუბარი მანდ მოსკოვში, უამრავ ჟურნალისტი გეხმიანებათ და კონფერენციებზე, შეხვედრებზე გამოდიხართ. აი ეხლა ხედავთ რა ხდება ჩვენს ქვეყნის ირგვლივ, პირდაპირ ესე იგი დასავლეთი ახორციელებს მიზანმიმართულად საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების პროცესს. 1000-მდე ბიზნეს კომპანიამ ხელი მოაწერა იმას, რომ რეალურად ისინი უჭერენ ხელახალ არჩევნებს და ნაცმოძრაობას ფაქტობრივად გვერდით უდგანან. მათ შორის დაიწყო უკვე შეტევა დასავლეთის მხრიდან. ის ფული, რომელიც გამოყოფილი არის საქართველოსთვის, ამ ფულს აძლევენ NGO სექტორს. და ყველაზე საყურადღებო იცით რა არის ბატონო ვლადიმერ, ეხლა თქვენ რუსეთში მოღვაწეობთ. იმ 1000 კომპანიაში არის კიდევ კომპანიები, რომლებიც რუსული კომპანიები, აი მაგალითად სპარი, მაგნიტი, ეს არის რუსული კომპანიები. კი აქ მოცილეები, ქართველები ყავთ, მაგრამ ეს კომპანიები შეუერთდნენ გესმით ამ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებს. და მე მინდა რომ ამაზეც თქვენ გაამახვილოთ მან ყურადღება. მე ვთქვი კიდევაც მან რუსეთში რო ვიყავი, რომ რუსოფობია და ანტირუსული ქმედებებს თქვენ აფინანსებთ მეთქი, იმიტომ რომ თქვენთან არის ორგანიზაციები, რომლებიც მე მხარს უჭერენ ნაცებს მეთქი. აი რა სიტყვით აი ამ ჩვენი ქვეყნის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. რას ვიტყვი და ძალიან სწორად ბრძანეთ ის რომ ნამდვილად იმდენად ყურადღებას არ აქცევს საერთოდ რუსეთი იმ წარმოებებს და იმ ბიზნესმენებს, ვინც მუშაობს სხვა ქვეყნებში და რეალურად რუსეთის წინააღმდეგაც მუშაობს და არ უჭერს მხარს იმ პოლიტიკას, რაც უნდა გაეტანოს რუსეთმა და იმ ქვეყნის, სადაც მუშაობენ, იმ ქვეყნის უმრავლესობას და თავრობას. ეს დიდი სამწუხარო ამბავია. მე რა თქმა უნდა დიდი ყურადღებით უყურებ რა ხდება ჩვენ საქართველოში. მე დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერი დამთავრდება კარგად. ძალიან მადლობელი ვარ რომ ასე საქართველოს ძალათა სტრუქტურები, პოლიცია, სახელმწიფო მთავრობა განარიან სასტიკად იმისათვის რომ დაიცვან ხალხის არჩეული. იმედი მაქვს რომ მოკლე ხანში ეგეც დამთავრდება. ახლა იწყება შობა საზოგადოებაც უკვე საქართველოს ბევრს არ დაინტერესებს ფული რაც იყო გამოყოფილი კი ახლა საფინანსებე, მაგრამ იგიც დაელევა და რაც თავარია თავრობამ უნდა მიხედოს ის რომ იარაღი რაც საქმენ იქა პიტარდები, სხვა ჯანდაბები ბოდიში მათ სიტყვაზე რომ დაელიოს იქა და არ იყოს ჩვენი მოედანზე გამოტანილი. რა თქმა უნდა ჩვენ მტერს რომელიც დღეს ბრძანდება საზღვარგარეთის ევროპის და ამერიკის გარდა შიდა მტრები, ჩვენი ოპოზიცია, რომელსაც ოპოზიცია კი არ დაეთქვევა და ეთქვევა უბრალოდ საქართველოს მტრები. და ის პრეზიდენტი, რომელიც დღეს უკვე დვა და დაუმთავრდა და კიდო აჭირებს საქართველოში საქმეს და ხალხი უნდა გამეიყვანოს ქუჩებში და აი იმ ძალობრივი რევოლუცია, რასაც აპირებენ, რასაც დავალება აქვს მას მისი გატანვა უნდა. მე მგონი რომ ქართველი ხალხი მაგას არ დაუშვებს, ქართული თავრობა მაგას არ დაუშვებს და ჩვენი ძალობრების სტრუქტურები მიხედავენ იმას რომ ყველაფერი მშვიდად დამთავრდეს, გაიაროს ეს ინაგურაცია, როგორც არის საჭირო და როგორც არის კანონად მიღებული. მე ერთ რამას გეტყვით რომ რაც იყო ჩატარებული საქართველოში არჩევნები და არჩევნების მერე ღონისძიებები პრეზიდენტის არჩევნა და სხვა საპარლამენტო სტომის გადაწყვეტილებები ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში. ყველაფერი იყო ჩატარებული ისე როგორც საერთაშორისო და საქართველოს კანონები ითხოვს. იმიტომ არაფერი საფუძველი მაგენც არ აქვენ, გამოელია უკვე ყველაფერი და ახლა ეს ქალბატონი, რომელსაც უკვე პრეზიდენტსაც ვერ დაუშვა, ქალბატონი, რომელიც უნდა ახვეტოს მისი ჩამოდანი და წევიდეს სადაც არის საჭირო, საიდანაც გამოაგზავნეს. ზუსტად ახლა უნდა დადგეს ის დრო, რომ საქართველოს დამშვიდდეს, საქართველოს ხალხს ჰქონდეს უფლება თავისუფლად ეაროს თავის ქუჩებში და იმუშაობს და ახალ ამორჩეული პარლამენტიც და მთავრობაც
მოადგეს თავის საქმეს და მიხედოს საქართველოს ბედნიერებას, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და იმას, რაც რატკივა ქართულ ხალხს იმის შესრულება და სოციალური მდგომარეობის გამოსწორება. გეთანხმებით ბატონო ვლადიმერ და მე ერთი რამე მინდა მითხრათ, რომ აი რა თქმა უნდა, ესე იგი მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ქართველი სახელმწიფოს გვერდით, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს ისტორიაში არასდროს ხშირად არ ყოფილა ისეთი მომენტი, რომ მოსახლეობის უმრავლესობას გადაუწყვეტია ქვეყნის, ხშირად უმცირესობა ახერხებდა ქვეყნის უკუღმა ჩარხის დატრიალებას. ესე მოხდა 2003-ში, როცა ვარდების რევოლუცია მოხდა, ესე მოხდა 90-იანებში, როდესაც არ იყო სრული მხარდაჭერა და ამიტომ მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება ძალისმიერად და ეხლაც აპირებენ იგივე გზით წასვლას. და თქვენ როგორ ფიქრობთ, გამოუვათ ეს, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ძალიან დიდი ფული, მილიარდობით თანხა მოდის საქართველოში, რომ აქ ჩამოაგდონ ხელისუფლება და მერე ეს იყოს პლაცდარმი მეორე ფრონტისთვის, რომ აქედან დაარტყან რუსეთს. გამოუვათ ეს ყველაფერი. მე მგონი რომ არ გამოუვათ მარტო იმისათვის კი არა რომ უმეტესობა არის ხალხის და თქვენ სწორად ბრძანეთ რომ საერთოდ და ხშირად წყვეტს უმეტესობა კი არა უმრავლესობა რომელიც არის აქტიური რომელიც არის დასტიმულირებული და რომელიც აკეთებს იმ საქმეს რაშიც უხდიან ფულს და რაც აინტერესებს მაგენს და მაგენის პატრონს ზუსტად ასე მოხდა მარტო თქვენთან კი არა ასე მოხდა საბჭოთა კავშირის დანგრევის დროს თქვენ იცით რომ მოედანზე გამოვიდნენ და 1-2-3 კაცი მithom დაიმარცხა და იმის გულობისას მთელი საბჭოთა კავშირი დაშალეს. ეს ხდება ყველგან და მე იმედი მაქვს საქართველოს მთავრობის რომელსაც უკვე მშვენიერად ესმის სიტუაცია რომელიც სასტიკად განს საქართველოს სწორი გზის მისვლით და საქართველოს ხალხის უმეტესობის არჩევანის დაცვა მე იმის იმედი მაქვს რომ საქართველოს ძალობრივი სტრუქტურები მშვენიერად ესმის სად არის სიმართლე და სად არის უბრალოდ გამყიდველი ხალხი რომელიც ყიდის ჩვენ საქართველოს და ყოფავს თქვენ მშვენიერად თქვით რომ თუ დაიწყოს მეორე ფრონტი საქართველოს საქმე იქნება სამწუხაროდ დამთავრებული მარტო ამფერი პატარა ქვეყნები კი არა დიდი ქვეყნები დაიშალა მაგის გულობისას თქვენ მშვენიერად იცით რასაც აკეთებს ამერიკა მთელ სოფლიოში უშუალებელი ქვეყნები ლივია ირაკი ახლა რა უქნეს სირიას ყველას ეს არის ყველაფერი იგენის სამუშაო და ყველაფერი მე მგონი უნდა ეს მოდეს მაგ საქართველოს ხალხს არცად სადაც არიან მაგენი შესული და რასაც არ აპირებენ სიკეთე არც ერთ ქვეყანას და არც ერთ ხალხს არ მოუტანა ნუ თუ ახლა თლად ბრმაა ჩვენი ხალხი და ნუ თუ ახლა თლად ამხელა გამყიდველი უვარგისები და უღრისები ხალხი არის ასე იგენის ვინ ჩამოდიან მოედანზე მესვის რომ $100 და $100 მიღებისთვის მე მგონი ყველაფერს გაყიდიან მაგრამ ამდენად საქართველოს გაყიდო $100 და რისი $100 კაცო $10,000 უხდიან ცნობად სახეებს რომ აქციებზე გამოვიდა $10,000 მაინც ცნობად სახეებს იქნებ კი უხდიან ამნეს მაგრამ არაცნობად სახეებს უხდიან 400-500 ლარს ნუ ხო გავიგე ნუ $500 ზოგი არის უბრალოდ ბოდიში და შეშლილი ჭკუიდან რომელსაც არის მისეს და აი ამ გიპნოზ და იმ პანიკას აყვებიან და მიდიან მოედანზე თანაც ბავშვები და უმრავლესობა რაც არის ამდენს უხდიან იგენს ვინც არის შტურმავიკები რომ მოძახიან ვინც აი ანგრევს ყველაფერს კვირის ვინც ამზადებს და მარტო მაგაში არ არის საქმე საერთოდ შალ საქმე არის იმაში რომ ვინ გამოდის იმ ქუჩებში ნუ თუ ჩვენი სამშობლოს ჩვენი ქართველების ჩვენი სახელმწიფოს ფასი არის ეს $10,000 ანდა $200 რომელიც მე მგონი დიდი ერთში დაელევა იმ ხალხს იმიტომ რომ მე მაქვს დიდი იმედი რომ ყველაფერი მშვიდად დამთავრდება რა თქმა უნდა სამწუხარო ეს ამბავი არა ერთი რამეა ესე ეგონა რუსეთს ყველაფერი მშვიდად დამთავრდება და თლათ მასეთი განწყობაც არ უნდა გქონდეს და გეტყვით რატო რუსეთთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში იყო იანუკოვიჩი და დავინახეთ რომ იანუკოვიჩი დასავლეთმა ჩამოაგდო ასეთივე მხარდაჭერა იყო მაგალითად
იგივე სარქისიანის მიმართ და ეგერ პაშინიანმა იქ მოახდინა რევოლუცია. იგივე იყო დოდანის შემთხვევაში, რომელიც მოლდოვეთში სარგებლობდა რუსეთის მხარდაჭერით. ანუ მაგრამ აი ეს მე მესმის შვენიერად რასაც თქვენ ამბობთ, მაგრამ რუსეთი დღეს ისე არ უჭერს მხარს, როგორც უჭერდა მაგენს. მაგაში თქვენ სწორი ხართ. მე საქართველოს თავრობის და საქართველოს ხალხის იმედი და ძალაუფლების სტრუქტურების იმედი მაქვს, რომ დაიცავენ თავის სახელმწიფოს და არ გაყიდიან მაგას და რუსეთის იმედი ჩვენ უნდა ვქონდეს სხვა საკითხში. რუსეთი იქნება რა თქმა უნდა და სულ სხვა აზრები აქვს ახლა დღეს საქართველოსკენ. რუსეთს უნდა რომ საქართველოში ყველაფერი მშვიდად დალაგდეს. რუსეთს უნდა რომ საქართველოში რაც დღეს მდგომარეობა არის მოკლე ხანში დამთავრდეს და დაიწყონ მოლაპარაკებები ისეთი რაც აწყობს საქართველოს და საქართველოს ხალხს. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რუსეთი პირდაპირ არ უწყობს ხელს საქართველოს მთავრობას დღეს. რუსეთი არ ძლება საქართველოს საქმეებში. იქნებ ეს არის ჩემთვის და თქვენთვისაც სამწუხარო, მაგრამ ეს ზუსტად არის და მისი ალბათ კიდევ ამფერი შესვლა საქართველოს პოლიტიკაში დღეს არც არის საჭირო. იმიტომ რომ ისეც აბრალებენ ყველაფერს რუსებს და სხვა სალაპარაკო არავის არ არის და რეალურად რუსეთი სულ არ ძლება ამ საქმეში, რომ უნდოდეს რუსეთს საქართველოს არჩევნებში ან საქართველოს დალეგებაში ძალობრივი შესვლა, ეს იქნებოდა რა თქმა უნდა გაკეთებული, მაგრამ რუსეთი მაგას არ აპირებს. რუსეთს უნდა რომ საქართველოს ნორმალურად გაიაროს ეს გზა და დაეცავოს თავისი კანონები, თავისი ხალხის არჩევანი და იმის მერე მე მგონი დაიწყება მოლაპარაკება. მე შემიძლია გითხრათ რომ რეალურად რუსეთს აქვს შვენიერი განწყობა საქართველოსკენ და უნდა თვითონ დაალაგოს და როგორც თქვა ლავროვმა და რუსეთის მთავრობაც, ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან მეგობრობა და საუბარი ზუსტად იმ ხაზზე, რამდენსაც მზად იქნება საქართველო. მაგაში შედის მე მგონი ყველაფერი, მაგაში შედის ჩვენი მომავალიც საქართველოს მთლიანობა და გაერთიანებას. რადგანაც მზად არიან მიყვენ ბოლომდე, როგორც მაგენეთმა გამოაცხადეს. იმიტომ მაგის იმედი უნდა გქონდეს, ჩვენ დღეს უნდა ვიყოთ მაგრად, ჩვენ დღეს უნდა გავიაროთ ეს 1-2-3 კვირა რაც დარჩა ბოლომდე, ინაგურაცია უნდა ჩატარდეს მშვიდად და საქართველოს მთავრობამ რა თქმა უნდა იყოს ფრთხილად და მაგრამ აი მე ვფიქრობ გამოსვლა პროვოკაციებს, რასაც აპირებენ მაგენი. მაგრამ მე რას ვფიქრობ, იცი აი მე რომ მაგალითები ჩამოვთვალე, ხო, აი იანუკოვიჩის და დოდანის და იმ სარქისიანის. მაგრამ მე დოდანის აგერ ბოლო სირია იყო და ყველაფერი. ხო, ასადის, ხო, მაგრამ აღმოჩნდა ერთი კაცი, რომელსაც ბოდიში და კრეპკი არეში რასაც ქვია და გაუძლო ამ გარკვეულ დაწოლას. ეს აღმოჩნდა ლუკაშენკო, რომელიც მათ აიღო იარაღი, ავტომატი, თავისი შვილი დასვა გვერდით და აფრინდა ვერტალიოტით იმაზე, მინსკის თავზე. და ანახა მინსკელებს და ბელორუსებს, რომ მე ბოლომდე ვიბრძოლებ, თუ გინდათ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს ესაო და ლუკაშენკომ შეინარჩუნა იქ ხელისუფლება. კი, რუსეთისგანაც იყო მხარდაჭერილი, მაგრამ რუსეთი მხარს უჭერდა იმ ქვეყნებსაც, რომლებზეც მე გავამახვილე ყურადღება და აი რა მაინტერესებს, იცით, თქვენი აზრით, აი ხა შეიძლება თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ შეინარჩუნოს ძალაუფლება რაღაცა რადიკალური ზომების გარეშე. აი ეხა პუტინიც რომ მოვიდა, აი ანალოგიური სიტუაცია, რაც საქართველოში არეულდარეული არის, სიტუაცია ისეთი იყო რუსეთშიც. მაგრამ რა ქნა პუტინმა? დახურა ეს ყველა მოღალატე ტელევიზიები, განახორციელა ყველა იმ მოღალატე ადამიანების წმენდა და ქვეყანამაც ამოისუნთქა. რას ფიქრობთ თქვენ? რას ფიქრობთ თქვენ, აი პუტინმა რაც გააკეთა, გააკეთებს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას თუ აი მე თუ არ ზუსტად ეს უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ უკვე ყველაფერი არის მისული იმის ნამდვილ, რომ მაგენს მეტი მოთმენება არ შეიძლება. თუ კიდევ მოუთმინეს და თუ კიდევ დაუშვეს ის რაც აკეთებს ეს ოპოზიცია და ეს მაიმუნები, რომელიც არიან შემოპარული დღეს საქართველოში რომ აურიონ საქართველოში მდგომარეობა, მაშინ რა თქმა უნდა ძალიან ცუდი დღე დადგება მარტო მთავრობისთვის კი არა,
თვით საქართველოსთვის და საქართველოს ხალხისთვის. თქვენ ლუკაშენკო კარგად ახსენეთ, მაგრამ მე მგონი რომ დღევანდელი საქართველოს ვაჟკაცები, ვინც დგას სათავეში, ყველა და ბატონი ბიძინაც არანაკლებად ვაჟკაცები არიან და მე მგონი თუ დასჭირდება მაგენცად შეუძლია გამოვიდნენ და სიტყვა უთხრან იგენს ვინც დღეს იმედი აქვს საზღვარგარეთის და საზღვარგარეთის ფულით უნდა გააკეთოს გადატრიალება და საქართველოს დაყოფა. მე იმის იმედი მაქვს რომ საქართველოს ხალხმა არ უნდა გაჩერდეს. რა თქმა უნდა საქართველოს ხალხმა უნდა თქვას თავისი თუ უნდებიან შეენარჩუნონ თავისი პატრიოტობა, თავისი ოჯახის სიკეთე, თუ არ უნდებიან დაუშვან საქართველოში LGBT და საქართველოს დანგრევა, მაშინ მაგენაც უნდა გამოხაზონ თავისი ხაზი. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი მადლობას საქართველოს მთავრობის იმისათვის, რომ ხალხს არ იყენებს, სხვა უკვე გამოიყვანდა იმ ხალხს, თქვენ იცით რამდენი 1000 ხალხი გამოდის, ასეული 1000-ით რომ დაიცვას და რომელიც ამბობს რომ მხარს უჭერს თქვენ მთავრობას, მაგრამ მთავრობა ჯერ მაგას არ აკეთებს. მე მგონი აქ იმდენი გეგმა, იმდენი ძალობრივი რესურსი და იმდენი შეხედულება რომ არ გააკეთონ, მაგრამ რომ დაუშვან ხალხს ეციკა და ერთმანეთს დაეჯახოს ეს დამპალი ოპოზიციას და რეალური საქართველოს მოქალაქეობა, პატრიოტები. მე მგონი მთავრობამ შეასრულებს თავის ხაზს და იმის კი არა რომ აი ახლა აფორიკებული ვარ და რაღაც მე არა ნამდვილად მაგის იმედი მაქვს და მინდა რომ ასე იყოს და თუ სხვა გზას მე არც ვხედავ და არც მინდა გასაგები. დიდი მადლობა ბატონო ვლადიმერ, ძალიან საინტერესო იყო როგორც ყოველთვის თქვენთან საუბარი და კარგია რომ ასე პოზიტიურად აფასებთ თქვენს ამ ჩვენი ხელისუფლების დღევანდელ. თქვენთანაც დიდი მადლობა, იმიტომ დიდ სამუშაოს აკეთებთ. აქაც რამდენიც ჩამოდით, ძალიან ბევრი შეხვედრები ჰქონდა დიდ ხალხთან და ყველაფერი მოხსენეთ. მე მგონი ყველაფერი იქნება ზუსტად ისე როგორც თქვენ ამბობთ. მე მგონი რუსეთიც ბოლომდე გაიღვიძებს, ახლა პრობლემებიც დაუმთავრდება ცოტა რუსეთსაც და მე მგონი რუსეთიც და საქართველოს უნდა დაიწყონ მოლაპარაკება იმის სასარგებლოდ რომ საქართველოს რასაც აინტერესებს ქართველ ხალხს მიიღოს და რაც მთავარია ეკონომიკის და იმის გარდა მე მგონი უნდა დაიწყოს მოლაპარაკები რომ რაც საქართველოს დღეს ამბობს წითელი ხაზის უკან არის ზუსტად ეს პრობლემა უნდა დროებით დაიცვას და დადგეს. გასაგები. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით ბატონო ვლადიმერ. კარგად იყავით ბატონი ვლადიმერ ხომერიკი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ამით დაგემშვიდობებით ძვირფას ტელემაყურებლებო, ჩვენ პარასკევს შევხვდებით ერთმანეთს საღამოს 9 საათზე, კარგად ბრძანდებოდეთ.